ქალაქ თბილისის ღია ჩემპიონატზე მკლავჭიდში ოზურგეთელმა ძმებმა თენიეშვილებმა ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ღია ჩემპიონატზე მკლავჭიდში ოზურგეთიდან მონაწილეობა 7 სპორტსმენმა მიიღო. რამდენიმე წონით კატეგორიაში მოგება თითოეულმა მათგანმა აჩვენა, თუმცა განსაკუთრებული წარმატება ძმებ თენიეშვილებს ერგოთ. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში თომა თენიეშვილმა მარჯვენა და მარცხენა ხელით მკლავჭიდში ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. დავით თენიეშვილმა კი მძიმე წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელით მეტოქესილია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მარჯვენა ხელში მეორე ადგილას ძალიან მოხარული ვარ ჩემპიონატით, არ ვარ უკმაყოფილო. იმედია რომ მომავალშიც მარცხენაში და მარჯვენაში პირველ ადგილს ავიღებ და მოემზადები. ყველა სპორტსმენმა მინდა თქვა რომ თავი გამოუჩინა, მაგრამ განსაკუთრებით აქედან ძმებმა თენიეშვილებმა, რომლებიც პრიზიორები გახდნენ, თავი გამოუჩინა კიდევ ბექა თავბერიძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის დათმო შეხვედრა. ოზურგეთის მკლავჭიდის ფედერაციას მოკლე ისტორია აქვს. ამის და მიუხედავად როგორც ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სპორტის ეს სახეობა თავიდანვე პერსპექტიული იყო. სულ რაღაც 6 თვეა ეს კლუბი ფუნქციონირებს და უკვე თბილისის ღია რესპუბლიკურ ტურნირზე, სადაც აზერბაიჯანის და სასუნხეთის წარმომადგენლების მონაწილეობდა, ფაქტიურად ჩვენმა კლუბმა გააკეთა ერთ-ერთი კარგი საუკეთესო შედეგი. ჩვენს კლუბს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი და ვიმედოვნებ, რომ სულ რაღაც 1 წელიწადში, სულ რაღაც 2 წელიწადში შეიცვლება საერთაშორისო და ჩვენი ბიჭები უკვე საქართველოს ღირსებას დაიცავენ საერთაშორისო ასპარეზზე. მკლავჭიდელები მწვრთნელების გიორგი რუსიაშვილისა და ზურაბ თავბერიძის ხელშეწყობით აქტიურ ვარჯიშს გააგრძელებენ.